რატო ხდება ისაც ხდება და როდის არის დასასრული? რა არის ცხოვრების აზრი? ბედი არსებობს თუ არა? და ყველა ცხოვრობთ ისე როგორც დავიმსახურეთ? ძიმე რა, ყველა ცხოვრობს ისე, ყველა ცხოვრობს ყოველ კითხვაზე რატო ხდება ისაც ხდება, ანუ არსებობა, რატო არსებობთ? რა არის ცხოვრების აზრი? რატო ტრიალებზე დამიწა? არ ვიცით. რა არის ცხოვრების აზრი? არ არის ცხოვრების აზრი. არ აქვს ცხოვრებას აზრი. ნუ რას ნიშნავს მე ახლა უნდა ვდგე, თავი მოვიკლა? არა, პირიქით. ცხოვრებას რო აზრი არ აქვს, შენ ადამიანს გაქვს თავისუფალი ნება, რომ თავად შექმნა შენი ცხოვრების აზრი. ყველა ადამიანს გაქვს მოვალეობა. ვიყოთ წესიერი ადამიანი. всё. დანარჩენი უნდა იარსებო, იმიტომ რომ შენ მოგწონ, შენ გინდა და დამიჯერეთ ადამიანები, ვინც თავს იკლავენ, მათაც კი ეშინიათ, მაგრამ ანუ სიკვდილი კი არ უნდა უბრალოდ ტკივილს ვეღარ იტანენ, ხდებით? ბედი არსებობს თუ არა? ბედი არ არსებობს ხალხო. აი ბედი დაიღბალი მაქსიმუმ იმაში, როცა ავარია მოხდა და რაღაც გადარჩები. ისიც გადარჩები, იმიტომ რომ ან ექიმმა გაკეთა ოპერაცია და ექიმმა ამის გამო ისწავლა ძალიან ბევრი წლები რომ შენ დაგეხმაროს. ან უბრალოდ შენ იყავის მომენტში, მაგ დროს რომ არ დაზიანდი რა, ხდებით? დამთხევა ვიდრე ის ბედი, მაგრამ ძალიან ადამიანებს ძალიან გვიყვარს მიზეზის მოფიქრება, ან რამე მაინც დაკავშირება, იმიტომ რომ ჩვენ ტვინი ამ უპასუხებლობით პასუხი რა გვაქვს გააფრინს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აი ბედია, გამიმართლა, იდეაში არანაირი ბედი, უბრალოდ დაემთხვა ისე. ბედი, ოკეი, შეგიძლია მანდ ეგეთ სიტუაციაში შეგიძლია თქვა რომ ბედია, მაგრამ აი ძალიან არ მიყვარს როცა იძახიან რომ აი მეორე ნახევარი მე არ მყავს, აი ჩემი ადამიანი ვერ ვნახე, ეგეთი ბედი მაქვს მე. რა ბედი ხალხო, რა ბედი, თავად ირიდებენ ლაპარაკს ახალ ადამიანებთან, თავად არ უნდათ, თავად ეძებენ იდეალურს, თავად ეძებენ რა ვიცი გამოგონილს და მე ვფიქრობ, ვაიმე რატო არ არის ეგეთი, ვაიმე რატო არ შემხდა. და ბოლო, ყველა ისევ ცხოვრობთ როგორც დავიმსახურეთ. ანუ სამართლიანობა არსებობს თუ არა? არა, ცხოვრება არის უსამართლო. როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ მკვლელია და ცუდი ადამიანები ბოროტები არსებობენ და უმეტესობა კარგი, კეთილი ხალხი არის გარდაცვლილი, ან ცხოვრებამ ატკინა, ცხოვრებამ დაამცირა. ხდებით ეს ვიზა. რაღაცა მინდა ვთქვა, ეს დაიმახსოვრეთ ძალიან კარგად. ყველა ვართ თანაბრები, მაგრამ არა თანასწორები. ანუ თანაბარი ვართ იმაში, რომ ადამიანები ვართ ყველა მოკლებადიანი არსებები, მაგრამ თანასწორები სამწუხაროდ ვერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს რა ვიცი, ფინანსურად ძალიან უფრო კარგად არის შესაძლებლობა უფრო მეტი აქვს. ჯანმრთელობა ყველა ხო ჯანმრთელი არ ვართ სამწუხაროდ. ყველას ხო საჭმელი არ გვაქვს. ყველას ხო სუფთა წყალთან წვდომა არ გვაქვს. ყველას ხო მედიკამენტთან და დახმარებასთან წვდომა არ გვაქვს. შენ ახლა ფიქრობ, აი რატო არ გვაქვს ეს მე ხომ? ეგ შენ კი საქართველოში პლუს მინუს არის ხალხი, ვისაც აქვს, მაგრამ რამდენი არის, ვისაც არ აქვს? ქვეყანაში მასშტაბურად რო შეხედოთ, რამდენი არის, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. ხდებით? ამიტომაც დააფასეთ ხალხო.